სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის სასულისაითა. ვფიქრობ ჯერჯერობით ყველას ისევ საშობაო განწყობა გაქვთ. და ეს გალობანიც სწორედ აი ამ განწყობას გვიხანგრძლივებს. ეს განწყობა კიდე ესეთია, სიხარული ქვია ამ განწყობას, იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანს არ უხაროდეს ღვთის განკაცების დღესასწაული. მე მგონი შობას გითხარით, რომ თელ სამყაროს უხარია თვით ელემენტარული ნაწლაკების დონეზეც კი თქვათ და ეს არ იქნება ეს მონათქვამი შეცდომა თქვათ როგორ შეიძლება უხაროდეს ატომსაც და ელექტრონსაც. თუ გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვებს, როგორ იტანჯება ეს სამყარო და როგორ მოელის გამოხსნას. მაგრამ ეს გამოხსნა დაწყებულია უკვე უფლის განკაცების შემდგომ. და ბუნებრივია პავლე მოციქული თუ ამას პოეტურად ამბობს და პრინციპში მეორე მხრივ ეს სამყარო მართლაც დაქვემდებარებულია ხრწნილებას. ყველაფერი იხრწნება, ყველაფერი იშლება. და რას ყველაზე საშინელება, მათ შორის ადამიანი იხრწნება, ადამიანი ჩვენი სხეულები მიწაში დალპება, გახსოვთ ცნობილი სიტყვები უფლის მიმართ თქმული ლაზარეს შესახებ, რომ 4 დღეა უკვე და იქ იყარს. ჩვენ ამ ხრწნილებას საკუთარ თავში ვატარებთ და ცოცხალი ადამიანიც კი თუ თავს არ მოუვლის, იგი ასევე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ ვერც მიეკარება. გარდა ამისა, უამრავი მაგალითი არსებობს, როცა ადამიანი ავათ არის და ნახევრად ცოცხალი და ნახევრად მკვდარია და ეს ყველაფერი ხრწნაშიც ვლინდება და ვერ მიეკარები. ამის თანამაგალითებიც არსებობს. და ეს ყველაფერი ის რომ სამყარო, რომელიც ღვთისაგან შექმნილია, სამყარო, რომელიც უფლის მიერ კეთილად არის შექმნილი და ყოველ ახალ საფეხურზე ქმნილებისა უფალი ამბობს, რომ კარგია. აი ეს სამყარო აი ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთადერთი ალბათ ყველაზე ნაკლებად რომ შეეხო ხრწნადობა, ეს არის სინათლე მატერიალურ სამყაროში. სინათლე პირველი მოწესრიგებული ქმნილებაა. ქაოსიდან პირველი რაც შეიქმნა მოწესრიგებული, ეს იყო სინათლე, როგორც წერია ბიბლიაში. გარდა ამისა, სინათლე ალბათ ყველაზე მეტად თუ რაიმე სიმბოლო არის მატერიალურ სამყაროში, ღმერთისა ყველაზე მეტად ეს სიმბოლო სინათლეს ეკუთვნის. შეიძლება ამიტომაც სინათლეს ყველაზე ნაკლებად შეეხო ეს ხრწნადობა. ალბათ. მაგრამ აი ადამიანი, რომელიც არის გვირგვინი ქმნილებისა, მას ძალიან შეეხო. ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც მიდის ამ ხრწნადობისკენ, სხეულებრივად თუნდაც ყველაზე საზარელი სანახავია. და ადამიანი იმიტომ, რომ ადამიანის პასუხისგებლობის ქვეშ არის რაც მოხდა. ქრისტიანული სწავლება ესეთია, რომ ეს სამყარო ამგვარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა ადამიანს ზურგი რომ არ შეექცია ღმერთისათვის. მაგრამ ეს ადამიანის ხორცს არ ეხება მარტო ხრწნადობა. იგი უპირველეს ყოვლისა მის სულს ეხება. და როდესაც ჩვენს სხეულში ვხედავთ ისეთ მიდრეკილებებს, როგორიც არის მიდრეკილება სიამოვნებისაკენ, ფუფუნებისაკენ, განცხრომისაკენ, მომხოჭოლობისაკენ, ძალაუფლებით ტკბობისკენ, სიამაყისაკენ, აპარტავნებისკენ, პატივმოყვარეობისაკენ, მთელი ცხოვრება მის სრული რომ გაქვთ ტაში გიკრან. ხედავთ უკვე სულიერ თვისებებზე გადავედით, ხორციელიდან სულიერზე. და ხედავთ, რომ სულიერი თვისებები, მანკიერი თვისებები არაფრით ნაკლები არ არის ხორციელზე და უარესიც არის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი
ხწნადობას ექვემდებარება არა მარტო ხორცელად, არამედ სულიერათაც. ოღონ სულიერად იმაში ვლინდება, რომ ის ეშმაკს ემსგავსება და მისი ხვედრი ჯოჯოხეთი ანუ ღმერთისაგან განშორებულობა. ხოლო ხორცელად კიდე რაც არის კი ვიცით, მიწაში ჩადის და. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქრისტიანობა არ არსებობს იმედის და სიხარულის გარეშე. და აი პავლე მოციქულიც გვასწავლის, რომ ჩვენ მარადის გვიხარობდეს. და ეს სიხარული აქვე უნდა იყოს ამ სოფელში. და სწორედ შობის დღესასწაული არის ერთ-ერთი იმ დღესასწაულთაგანი, რომელიც ადამიანს ძლიერად ახარებს. და ეს სიხარული არა ამ ქვეყნიურია. უბრალოდ ჩვენ იმისათვის რომ ჩვენმა სულმა რაიმე განიცადოს, მე ხშირად მithქვავს, რომ ეკლესია თავისი გამოცდილებით საშუალებას გვაძლევს ხოლმე, რომ ჩვენმა ხორცმა გაიხაროს, მარხვა ხსნილდება, მეტნაკლებად ადამიანებს უჭირთ მარხვა ხსნილდება და აი ხორციელი სიხარულიდან გამომდინარე ეგება ინერციით ეს სულსაც გადაეცეს. თუმცა ეს არის მხოლოდ დასაწყისი რელიგიურ ცხოვრებაში. არ შეიძლება ბოლოს ყოველთვის ესე გაგრძელდეს. არ შეიძლება ადამიანმა 5-10, 20 წელი ეკლესიურად იცხოვროს და შობის დღესასწაულს მოახლოვდება კიდო ხორცის გამოუხაროდეს და გახსნილების გამო. არამედ მას უნდა უხაროდეს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ესე ბრძანებით, აბა გიხაროდეს ახლა ეს და არა ესე არ გამოვა. ჩვენ ვიცით, არამედ ჩვენში უნდა დამკვიდრდეს მადლი ღვთისა, რომლის მიერაც გიხარია ის მთავარი. და ეს მთავარი როცა გაგიხარდება, აი შობის დღესასწაული შენ სულს რომ მართლაც გაუხარდება, ხორციელი სიხარული ჯერ ერთი არც მოგენატრება და მეორე მხრივ აღმოაჩენ, რომ თუ მას ძალიან გადაყვები ამ ხორციელ სიხარულს იმ მთავარს დაკარგავ. თუმცა ეს სხვა უფრო დაბალ საფეხურებზეც კარგად ჩანს ხოლმე, როცა ადამიანი მეტნაკლებად სულიერად კარგად გრძნობს თავს, როდესაც მარხვაშია და პირველსავე დღეს აღდგომა იქნება თუ შობა და პირველსავე სუფრაზე რომ დაამთავროს ყველაფერს, რაც მანამდე გააკეთა ამ 40 დღის განმავლობაში. საბოლოო ჯამში ეს სიხარული, რომელსაც პავლე მოციქული გვეუბნება და რომელიც შობის დღესასწაულს ახლავს, ეს არის ღმერთისაგან მოცემული სიხარული. ადამიანი არ შეიძლება ხარობდეს და ბედნიერობდეს ის, როცა არ შეიძლება არ ხარობდეს და არ ბედნიერობდეს, როცა ღმერთთან არის. თუ ადამიანს ღმერთთან ყოფნა არ ახარებს და არ აბედნიერებს, მაშინ მისი შინაგანი მდგომარეობა დემონურია. მათ ეშმაკებს არ უნდათ, იტანჯებიან ქრისტესთან ყოფნით, ჩვენ ეს ვიცით წმინდა წერილიდან. მაგრამ ღმერთთან ერთობა და შესაბამისად რა თქმა უნდა სიხარული და ბედნიერება არ არის ქრისტიანობაში უბრალოდ მომავლის პერსპექტივა, მასე ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია. აი დაახლოებით ის რაც ისლამშია, რომ შენ თუ ღმერთის მეგობარი იქნები, აქ რაც გენატრებოდა, აქ რაც გაკლდა ამ ქვეყნიურ სიამოვნებაში, იქ ყველაფერი გექნება მთელი სისავსით. და ფაქტობრივად მარადიული ბედნიერებისათვის ცხოვრობს ამგვარი მორწმუნე, ოღონ ის ბედნიერება დაყვანილია აი მიწიერ სიამოვნებაზე რაღაც მაღალ ხარისხში. ქრისტიანობაში ესე არ არის, ჩვენ ძალიან ხშირად გვითქვავს. ჩვენთვის არ არის ბედნიერება მხოლოდ მომავლის მდგომარეობა და გადადებული მხოლოდ მომავლისათვის. ქრისტიანობა სხვანაირად მოკვდებოდა. აი ქრისტიანობა წარმოედგინეთ აი ესეთი შედარება რო გავაკეთოთ, რომ პაციენტი მიდის ექიმთან და ექიმი უწერს წამალს და რაღაც დანიშნულებას აძლევს და ეუბნება. შენ ეს მიიღე და ნუ არა უჭირს, თუ არ გეშველება, რომ მოკვდები, მერე გეშველება. დამერწმუნოთ ესეთი ავადმყოფი, არც ერთი ავადმყოფი ესეთ ექიმთან არ მივა, რომელსაც ეშველება, რომ მოკვდება, აქ მაინდა-მაინც არ ეშველება. მაგრამ ეს წამალი კარგია. დაახლოებით ასეთ შეცდომას შეიძლება დაუშვათ ჩვენ, თქვათ ეკლესიაში მღვდლებმაც და ერის ადამიანებმაც, რომელიც ჩვენი ჭკუით მისიონერობთ, როდესაც ადამიანი მოვა პრობლემები და ეტყვირო. ისი რა შენ მოითმინე და რომ მოკვდები, მერე ბედნიერი იქნები. ამის თქმა არაფრით არ შეიძლება. ეს არ არის ქრისტიანობა. ადამიანი თუ აქ არ გახდა ბედნიერი, საეჭვია რომ იქ გახდეს ბედნიერი. იმიტომ რომ იქაური ბედნიერება რა არის? იქაური ბედნიერება აქაური მდგომარეობის გაასმაგება, გაათასმაგება,
უსასრულოში გადასვლა, აქაური მდგომარეობის. ამიტომ მამობს უფალი გაიხსენეთ როგორც გიპოვი ეგრე გაანგიჟი. შენ თუ აქ ჯოჯოხეთს ატარებ, შენ თუ ესახარ, იმიტომ რომ რა არის ჯოჯოხეთს ატარებ, ეს შენი არჩევანია და შენ თუ ესახარ, შენი შინაგანი სამყარო თუ სავსეა ბოღმით, სიძულვილით, სასოწარკვეთილებით, დეპრესიით, წუხარებით, მოწყენილობით, ხოლოდ ხორციელზე ფიქრით, ხოლოდ სიამეთ მოყარეობაზე ფიქრით, ჯოჯოხეთი გაგდა. თუ შენ ეს ხარ, რას ნიშნავს ეს ხარ და გარდაცვალების მერე სხვა ხარ? უფალი ამბობს, ვინც არ იშვება მეორედ. უფალი ამბობს, ვინც არ უარყოს თავისთვის, ვინც არ წარიწყმიდოს თავითვისი და არ გამომყვეს. ანუ აქვე ითხოვს უფალი ჩვენს მეტამორფოზას. მე მესმის რომ ეს დასაწყისია და მარადისობაში ის გაგრძელდება, მაგრამ ეს აქვე იწყება. შენ რაც ხარ, ის იქნები მარადისობაში. შენ აქ რაც როგორც რეალიზდი აქ, ის გადავა მარადისობაში. და ამიტომ ღმერთთან ყოფობა, რომლის ერთ-ერთი ნიშანიც არის მუდმივი სისავსის განცდა, რომელიც არის მუდმივი იმედის განცდა, რომელიც არის მუდმივი სიმშვიდის განცდა, მუდმივი ბედნიერების განცდა, რომელიც შეიძლება არ გიზგიზებს კოცონივით, მაგრამ აუცილებლად აი კანდელის ალივით ლიცლიცებს, მაგრამ მაინც არის, ის აუცილებლად უნდა იყოს. და კანდელი როდის ჩაქრება, როცა მას ზეთი მოაკლდება. და ეს ზეთი არ აკლდება და ზეთი არის მუდმივი ჩვენგან მუდმივი ღვთისძიება, მუდამ მარტო კვირაში ერთხელ არა, მარტო თვეში ერთხელ, არამედ სულ ღვთისძიება. ეს არის ღვთისძიება. ეს ნიშნავს ქრისტესთან ყოფობის სურვილს, ეს ნიშნავს რომ ქრისტეს ემსგავსო, ეს ნიშნავს რომ შენ ცხოვრებისეულ ყოველ წამს, ყოველ დროს ქრისტეს საქმის გამგზელებელი იყო. ანუ ეს ქრისტეს მიერ სიკეთენი. ეს არის სწორედ ზეთი და მას თუ არ მოაკლებ, შეიძლება არა გაქვს ის ნიჭი სიტყვაზე, რომ 100 ნაყოფი გამოიღო, მაგრამ გაქვს ნიჭი 30 ნაყოფის გამოღებისა და ის ცეცხლი ილიცლიცებს და არ ჩაქრება და თუ ის არ ჩაქრება, როცა გარდაიცვლები, კი არ მოკვდები, არამედ გარდაიცვლები სიკვდილისაგან სიცოცხლეში და ის პატარა ალი, რომელიც ასე ლიცლიცებს და არ ჩამქრალა, მიუხედავად უამრავი ქარტეხილისა, იმიტომ რომ ზეთი ულევლად ქონდა, აი ის ალი დიდ კოცონად იქ მარადისობაში გადაიქცევა, მაგრამ იმიტომ რომ ის ალი არის სამოთხე, ის არის ღმერთთან ყოფობა და მას ახლავს აუცილებლად სიხარული. აი როგორც რაც პატარა ალი აქვს კანდელს, მაგრამ სრულ სიბნელეში ის ისე გაანათებს, რომ ფეხს არაფერს არ წამოკრავ, რაღაცას დაინახავ. ხო? აი ესე არის. ის მას სიხარული ახლავს, მას ბედნიერება ახლავს, შეიძლება მცირე დოზით, მაგრამ აინც ახლავს. ამიტომ ჩვენთვის ქრისტიანეთათვის მიუღებელია ეს სიტყვები, შენ დაემსგავს, შენ ცნებები აღასრულე და რომ მოკვდები, მერე სამოთხეში აღმოჩნდები. არა, სამოთხე აქვე იწყება ჩვენთვის და მარადისობაში გრძელდება. აი ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ჩვენ უნდა ვიცოდოთ ყოველთვის და რაც სწორედ უკავშირდება შობის დღესასწაულს. აბა რა არის მაშინ შობის დღესასწაული? ის რაც წარსულში მოხდა, გავიხსენე და მომავალში იქნება ის, რაც ჩემთვის თლად გასაგები არ არის. აბა რა მიხარია? ეს რა სიხარული შეიძლება გქონდეს ამას? არც არაფერი. ეს დაახლოებით იმას გავს, რიგითი ქართველი რომ ბედნიერობდეს, რომ თამარის ეპოქა და დავითის ეპოქა არსებობდა და ოდესღაც საქართველოს ბედნიერი ქვეყანა იქნება და მისი თვითონ მისი შვილები და შვილიშვილები და ოჯახის წევრები საშინლად იტანჯებიან. ის ბედნიერი ვერ არის, იმიტომ რომ ის წარსული ვერ გააბედნიერებს. მომავალი მისთვის ბურუშია გახოვული და არ იცის რა იქნება და ეს მის შვილებს და მის ახლობლებს არ ეხება. გესმით? ის დღეს უნდა იყოს ბედნიერი. დღეს ადამიანი მარადიული სიცოცხლის მატარებელია, თავის თავში მარადიულ სიცოცხლეს ატარებს და მარადიული სიცოცხლის გამოცდილება არის ეკლესიაში.
ეკლესია ეს არის, როგორც ხშირად გითხოვს, თავად ცოცხალი სხეული, მისტიური სხეული ქრისტესი, ცოცხალ ქრისტესი, ღმერთის სხეული. და როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სიხარული და ბედნიერების განხრა ჩვენ აქვე უნდა გქონდეს, თუ ქრისტიანული რწმენა გვაქვს და თუ ჩვენ აი ამ ქრისტიანული რწმენიდან გამომდინარე ქრისტიანულ ლოგიკას მივყვებით, ლოგიკა რთულად ერგება ქრისტიანულ ღირებულებებს და აი ამ სწავლებას, მაგრამ თუ ჩვენ აქსიომად მივიღებთ იმას, რომ რაზეც საუბრობთ ხოლმე და კონკრეტულად იმას, რომ ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, მაშინ ჩვენ დიახაც ბედნიერები აქვე უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ მაშინ ადამიანი ვინ გამოდის? ადამიანი გამოდის უჯრედი აი ამ ორგანიზმისა, რომელშიც ქრისტეს სისხლი და ხორცია. და ეს ნიშნავს იმას, რომ რა არის, რას ნიშნავს ქრისტეს სისხლი და ხორცი? ეს არის განღმრთობილი, მკვდრთით აღმდგარი, ყოვლადწმიდა სამების წიაღში მამის მარჯვენით მჯდომარე ქრისტეს ხორცი და სისხლი. ის ჩვენშია, ჩვენ ქრისტესთან ერთი სისხლის მქონენი ვართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენში მარადიული სიცოცხლეა, ჩვენში ღმერთია, ოღონ არა უბრალოდ რწმენით, თეორიულად, ან დაჯერებულობით, არამედ არსობრივად. იმიტომ რომ ჩვენ და ღმერთი განუყოფელნი ვხდებით, როდესაც ჩვენ ვეზიარებით. სწორედ ამას ნიშნავს ეკლესიის წევრობა, ამას ნიშნავს ცოცხალი უჯრედი, რომ არის ადამიანი ამ ეკლესიის მისტიური სხეულის, ანუ ქრისტეს სხეულის გაგრძელებანი ვხდებით. მოგვიცავს ჩვენ ძეღმერთის პიროვნება. ეს ყველაფერი სწორედ მე შობის ღამესაც გითხარით, ბევრჯერ მithქვია, ეს სწორედ შობას დაიწყო. როცა ძეღმერთის ღვთაებრივმა პიროვნებამ მოიცვა ადამიანური ბუნება, რომელიც მიიღო ქალწულისაგან. და ჩვენ ამ ადამიანური ბუნების გაგრძელებანი ვართ. ამიტომ ჩვენში რეალურად, ობიექტურად არსებობს წყარო ბედნიერებისა და სიხარულისა, წყარო მარადისობისა, წყარო ღმერთად ყოფობისა. ჩვენ პრინციპში, პოტენციაში, მაგრამ ობიექტურად ამოვედროს უკვე ღმერთნი ვართ. ეს როცა იცი, როცა ამის გწამს და მიზან მიმართულად ნაბიჯს დგავ აქეთკენ. აუცილებლად ამას შეიგრძნობ და ამას განიცდი, სანამ ხორცი ხარ და სანამ ცოცხალი ხარ. თქვენ უამრავ თქვენთაგანს განუცდია ეს, მე ვიცი ეს, თქვენ ჩემთან საუბრობთ და მე ვიცი რომ თქვენ რომ ეს არ განგეცადათ, თქვენ აქ საათობით ეკლესიაში არ იქნებოდით. არ იდგებოდით, ღამის თვეებზე არ მოხვიდოდით, ბევრ რამეზე უარს არ იტყოდით. თქვენ ბევრ რამეზე უარს უბრალოდ შიშველი იდეის გამო კი არ ამბობთ და გმირულად კი არ იბრძვით აი იდეის დამკვიდრებისათვის, არამედ თქვენ გამოცდილება გაქვთ, რომ ეს ყველაფერი რეალურია და თქვენ ეს განგიცდიათ. თქვენ საკუთარი ღმერთობის თუნდაც ჩანასახში გამოცდილება გაქვთ, როცა ადამიანი სავსეა, როცა ადამიანი ბედნიერია, როცა ადამიანი გახარებულია და ამ სისავსეს, ამ ბედნიერებას, ამ სიხარულს არაფერი მიზეზი დედამიწაზე არ აქვს, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ცუდად არის საქმე ბევრ შემთხვევაში, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ, მე მაინც გახარებული ვარ. ასე რომ ესეც ჩვენი მდგომარეობაა და ჩვენი ღირსებაა და ჩვენი სიხარულია. შეიარება ვახსენეთ, დიახ, ქრისტე იშვა იმიტომ, რომ ჩვენ მას შეუერთდეთ და მას უერთდებით სწორედ ზიარებით, როგორც ხშირად გვითხოვს, მაგ ასევე ლოგიკა ძალიან მარტივია. ადამიანი რასაც ჭამს, ის მისი სისხლი და ხორცი ხდება, ქრისტემ ჯვარცმის წინ აიღო პური და ღვინო, როგორც ადამიანური კულტურის ერთ-ერთი და ადამიანური ცივილიზაციის ერთ-ერთი პროდუქტი, ეს საკვები პური და ღვინო, რომელიც მხოლოდ ადამიანს შეუძლია გააკეთოს და არა ცხოველს და კიდევ ვიმეორებ, რაც ხშირად მithქვავს, მას უნდა შეეჭამა ეს საიდუმლო სერობაზე, პასექის დღესასწაული იყო ებრაული პასექის და რომ შეჭამდა ეს პური და ეს ღვინო გახდებოდა მისი ხორცი და სისხლი, როგორც ჩვენ რასაც ჭამთ, ის ჩვენი ხორცი და სისხლი ხდება და მან არ შეჭამა, აკურთხა და თავისი ღვთაებრივი ყოვლის შემძლე ძალმოსილებით ეს პური და ღვინო აქცია იმათ, რაც გადაიქცევდა ისედაც რომ შეეჭამა, ანუ თავის ხორცსა და სისხლად და თქვა რომ ეს მიიღეთ, ჭამეთ, ეს მუდამ აკეთეთ, გვიანდერძა და თუ ამას გააკეთებთ, შეჭამთ, თქვენ იქნებით ჩემთან
მე თქვენთან და თქვენში დაიწყება მარადიული სიცოცხლე. რა თქმა უნდა დაიწყება მარადიული სიცოცხლე, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვჭამთ ის განღმრთობილი ადამიანური ბუნებაა ძეღმერთისა. აი სწორედ ეს არის ზიარების უდიდესი საიდუმლოება და მაგრამ ჩვენ мотивация ამაზეც ხშირად გვითხოვს, კიდევ მინდა ერთხელ გავიმეორო, ქრისტე მოვიდა არა მარტო არ მოვიდა შენთვის, როგორც ასეთი, არამედ ჩვენთვის. უпростоრეთ არც ჩვენთვის მოვიდა, არამედ ჩვენთვის და კაცმა რო თქვა, სწორე ეს იქნება. იქ ქრისტე მოვიდა ჩვენთვის და ჩემთვის. ჩვენთვის და შენთვის. აი აქ საერთოდ ყოველთვის იყო სამყაროში, ისტორიაში, რომელიც ლიტერატურაშიც კარგად ვლინდება ხოლმე, ერთობისა და ინდივიდის დაპირისპირება. თემისა და პიროვნების დაპირისპირება, მათ შორის ბრძოლა. ეს ქართულ ლიტერატურაში ჩანს, სხვაგანაც ჩანს, ეს ჩანს სხვადასხვა დონეზე, ოჯახში ჩანს, მაგალითად, სამსახურში ჩანს, ყველგან ჩანს, სამრევლოში ჩანს, მეგობრების წრეში ჩანს, როცა პიროვნება და ერთობა ერთმანეთთან ანტინომიურ ურთიერთობაშია, მათი შეთანხმება შეუძლებელია ხოლმე. ესეა ადამიანი, ესე არსებობს საერთოდ. მაგრამ ქრისტიანობაში ხდება ამ ორივეს შერიგება. ადამიანი არ შეიძლება ინდივიდუალურად მივიდეს ქრისტესთან და მეო, მარტო მეო და სხვას რაც უნდა ისუქნიაო, ასევე არ შეიძლება ადამიანი მივიდეს კოლექტიურად, აი სხვები ხო კარგები არიან და ლოცულობენ და მეც როგორმე გამიტანენ. ადამიანში ეს ორივე უნდა იყოს, პიროვნულად, აბსოლუტურად ღირსეულად მისვლა ქრისტესთან, მაგრამ ამავე დროს სრული ერთგულებით ამ ერთობის მიმართ, რასაც ეკლესია ქვია. და აქაც სწორედ აი ეს პრინციპი თამაშობს თავარ როლს, რომ ჩვენ ვართ ორგანიზმის უჯრედები. აი პავლე მოციქული ხშირად მიხსენებია თქვენთვის, როგორ გვასწავლის, რომ უღირსად ვინც ეზიარება, იგი ავათხდება და კვდება და კონტექსში პავლე მოციქული საუბრობს უღირსად ზიარებაზე იმ კონტექსში, რომ ადამიანი ეზიარება ისე, რომ არ აქვს ერთობის განცდა. როცა შენ ეზიარები ისე, რომ არ აქვს ერთობის განცდა, როგორც უჯრედს მთელი ორგანიზმისა, მაშინ შენ ყოველთვის უღირსად ინდივიდუალისტურად, ეგოისტურად ეზიარები. უჯრედიც ხო ესეა, წარმოიდგინეთ უჯრედი, რომელიც საერთო სისხლს ატარებს მთელ ორგანიზმთან ერთად და უცებ უჯრედმა რო გადაწყვიტოს, რომ გამოეყოს მთელ ორგანიზმს. და ის რაც შედის მასში სისხლი და საკვები ნივთიერება მარტო თავისთვის კონდეს, ის უჯრედი მოკვდება. ის ცოცხალი მაშინარი, ის გარკვეულწილად ავტონომიურია, ვიცით, ყველა უჯრედი ავტონომიურია, თავის გარსი აქვს, თავის შიგა ცხოვრება აქვს, საოცარი ცხოვრება აქვს თითოეულ უჯრედს თავის შიგნით, მაგრამ ამავე დროს ის ერთობაში თუ არ იქნა, იგი მოკვდება. თუ ავტონომიურობა დაკარგა, მაშინაც მოკვდება. უნდა იყოს თან ავტონომიური, თან ერთობაში. აი ასე არის თითოეული ჩვენთაგანი ეკლესიაში. და როცა ჩვენ ვეზიარებით, ღირსეული ზიარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, გარდა შენი პირადი ღმერთთან ყოფობისა და განხთობისა, არის განწყობა, мотивация იმისა, რომ ყველანი ერთად კარგად ვიყოთ. სწორედ აქედან იბადება, აქ ცოცხლდება, უბრალოდ აქ რეალიზდება საქმეში, უბრალოდ უფლისა ეს თავარი ცნებები გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი არსებით და გიყვარდეს მოყვასივი როგორც საკუთარი თავი. ყველაზე მეტად ალბათ შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად ეს საღვთისმეტყველო თეზისიც ქვია ამას და პრინციპში მცნება უმაღლესი, ყველაზე მეტად რეალიზდება, როცა ადამიანი ღირსეულად ეზიარება. როცა შენ ეზიარები შენი განხთობისათვის და როცა შენ ეზიარები შენი მოყვასისთვის, მისთვის ეზიარები შენ, რომ ის ბედნიერი იყოს და ის კარგად იყოს. აი ეს ორივე განცდა ერთდროულად უნდა იყოს. და ეს ნათელი ვართ ამას სოფლისა და ესეც ამას ნიშნავს ზუსტად, ეს ცნება სწორედ ამ დროს და აქ სრულდება. ეს ჩვენ აი ახლა ვსაუბრობთ ამ სიხარულზე, რომელსაც ეკლესია გვაძლევს და რომელიც ეკლესიაში უნდა გქონდეს და როგორ უნდა ვიყოთ ეკლესიაში, ამაზე ვსაუბრობთ. და კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ღვთის განკაცება, შობის დღესასწაულში ვიმყოფებით, ღვთის განკაცება და ეკლესია განუყოფელი რეალიებია. იმიტომ რომ ღმერთი განკაცდა, ნიშნავს რომ ეკლესია დაარსა. და ეკლესია არის, ეს ნიშნავს რომ ღმერთი განკაცდა. ცალ-ცალკე ეს არ არსებობს. იმიტომ რომ ღმერთი რო განკაცებულიყო და ეკლესია არ დაიარსებინა, ღვთის განკაცება იქნებოდა ისტორიული რაღაც მოვლენა და ჩვენ
უკეთეს შემთხვევაში ვიქნებოდით პროტესტანტები, რომლებიც მხოლოდ ვიხსენებთ ის, რაც მოხდა. მაგრამ ჩვენ პროტესტანტები იმიტომ არა ვართ, რომ ჩვენ მარტო კი არ ვიხსენებთ, არამედ რეალურად უერთდებით განკაცებულ ღმერთს და ეს არის ეკლესია. აი ეს განსხვავება არის პროტესტანტისა და მართლმადიდებლობას შორის. ანუ ჩვენ კიდევ ვიმეორებ, გვაქვს რეალური კავშირი, ორგანული კავშირი ჩვილი იესოსთან, რომელიც დღეს ბაგაში მიიწვინა. აი ეს არის მართლმადიდებლობის არსი. ხომ გესმით? ეს უკვე ნიშნავს, რომ აი რო გჯერა, რომ ესე მოხდა, ეს არაფერს არ ნიშნავს. შენ კი არ უნდა გჯეროდეს, შენ გახტობის პროცესში შენში დაწყებული უნდა იყოს. ამას რომ ვამბობ, ჰაერიდან ხო არ ვამბობთ, იმ გაგებით ვამბობ, ვლაპარაკობ ეხლა, რომ ჩვენ ეს განცდა არა გვაქვს. აი მაგალითად ეხლა დღეს გაცილებით მეტი ნაკლები ადამიანია, ვიდრე არის ხოლმე ჩვეულებრივი კვირა დღეს. რატომ ხდება ეს, როგორ ფიქრობ? რა მოხდა? რატო არ უნდა იყოს დღეს ხალხი ვითომ? რატო არის ცოტა ხალხი? როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ კარგად გამოძღნენ და გამოთრენ და მოეშონენ. აი მიზეზი. ესე იგი ხორცში და ხშირად ეს ხორცი ღორის წვადებია ხოლმე, იქნა გაცვლილი საკუთარი მარადიული სიცოცხლე, არც მეტი, არც ნაკლები. თორეაბა რა ხდება? მაგრამ მე მინდა განუგეშოთ, ჩვენი ეკლესია მაინც ჩვენი სამრევლო მაინც ვითარდება, ახლა გამოვიდა ჩვენი ქადაგებების კრებული 2006 წლის სრული კრებული გამოვიდა, ალბათ დაიდება არ ვიცი ამ დღეებში და გადავხედე და ეს ფაქტურად ისტორიაა. 2006 წელს რა ითქმებოდა აქ და ეს შესაბამისად რა მდგომარეობა ქონდა ჩვენ, ძალიან კარგად არის ასახული. მერე თუ ღმერთი შეგვეწია, მერე გვინდა გამოვცეთ უკვე 2015 წლის ცოტა აქეთ და მერე აესე სხვადასხვა წელს მთელი წელის ქადაგებები ერთ კრებულშია და იქ ქადაგებები იწყება 1 იანვრიდან, საერთოდ ყოველი წელი ესეა და ესე იგი კვირადღე დაემთხვა 1 იანვარს იმ წელს 2006 წელს და მე გულნატკენი ვარ და ვსაუბრობ, რომ აი კვირადღეა და იმის გამო რომ ახალი წელია, ხალხი რა ცოტაა ტაძარში. ანუ ჯერ შობაც არ დამდგარა, მარხვის პერიოდია და მე იქ ვამბობ, რომ ადამიანი რომელიც დღეს კვირადღეს აცდენს იმის გამო რომ ახალი წელია, შეიძლება რომ ის შობას ეზიაროს საერთოდ. რომელმაც დღევანდელ დღეს გაცვალა, ესე იგი, აი მხელა ქრისტე გაცვალა რაღაც მაშინ საცივში და ასე შემდეგ. ხო და მაგრამ მე გამახსენდა, რომ ცოტა ხალხი იდგა, ხა მე ხო არ მახსოვს 2006 წელს რამდენი ხალხი იდგა, მაგრამ გულნატკენი ამას აღნიშნავ. და გამახსენდა, რომ აი წელს მაგალითად ახალ წელს ღამე გატენილი იყო მთელი ტაძარი. ასე ჩვენ წინ მივდივართ, ასე რომ თლაც ცუდად არის ჩვენი საქმე. მაგრამ ის ფაქტი, რომ აი დღეს ცოტა ხალხია შედარებით ვიდრე კვირაობით არის ხოლმე, ეს ცუდი რამის მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი ჩვენ რაღაც კარგად არ გვესმის. და აი არსებობს საერთოდ ადამიანთა კატეგორია, აი მოსულან ხოლმე და უთქვია ჩემთვის, რომ იცით რა ხდება, მამაო, აი ყავს ახლობლები ადამიანები ან რაღაც წრე, ისეთი ბედნიერები არიან, ისე კარგად არიან. ნუ ცხოვრება დუღს და გადმოდის მასში და ნუ მოკლედ. ხო და საერთოდ არანაირი რელიგიური არათუ რწმენა არ აქვს და არ ცხოვრების წესი, არამედ ინტერესიც კი არ აქვს და რა კარგები და გახარებულები და ბედნიერები არიან და აი როგორ ხდება, რომ ადამიანები უღმერთო ცხოვრობენ და ბედნიერები არიან და აი ჩვენ კიდე რაღაც ესე და არსებობს ადამიანთა კატეგორია, მართლაც არსებობს, რომლებსაც არათუ ეკლესია და მოძღვარი, არამედ ღმერთიც არ სჭირდება. არსებობს ესეთი კატეგორია ადამიანების. რა არის ბედნიერება? ბედნიერება არის, როცა ადამიანი თავისი მოთხოვნილების შესაბამისად ცხოვრობს და ამ მოთხოვნილებებს მეტნაკლებად ikmaყოფილებს. ხომ ესია? ხომ ეს არის ბედნიერება? და სამწუხაროდ მომყავს ხოლმე წეღარო წვადები ვახსენე იმ ცხოველის სახელი მომყავს ხოლმე ხშირად თითქმის ყოველ წირვაზე. რა შემოყვარა ეს ღორი, კაცო, ეს ძალიან აი სიცხეში რო ღორი წუმპეში საწვება და ღრუტუნებს. ეხლა იმას რომ ლაპარაკი იცოდეს და თან თუ გვერდზე სალაფაველოდება, ის ხო ბედნიერია, იმას ხო არაფერი არ უნდა. ეხლა იმას აი რა უნდა მისცე, ეხლა იმ ღორს რომ
უფრო გააბედნიერო, რომელიც წუმპაში წევს და სიცხეში ღრუტუნებს და სალაფა ველოდება. აი რა უნდა მისცე გეკითხებით, რომ გაბედნიერდეს ღორი. ვერც არაფერს ვერ დავუმატებ. აი საკმარისი პირობაა მისი ბედნიერებისათვის. თუ ადამიანისათვის ბედნიერება, ხორციელი ფუფუნება, კარიერა, ძალაუფლება, სიმდიდრე, ჯანმრთელობა, კომფორტი, პატივის ქონა, აპლოდისმენტები, დიდხან სიცოცხლე და ის რომ ხვალინდელ დღეს ამ ყველაფრის გარანტია გქონდეს. თუ ადამიანის ბედნიერება ეს არის, თუ ადამიანის სიცოცხლე, ადამიანისათვის სიცოცხლე ეს არის, თუ ადამიანის საკუთარი თავის იდენტიფიკაციას აი ამგვარად ახდენს, რომ ეს არის ადამიანი და ეს არის სიცოცხლე და თუ ამას მისცემ 90%-ით მაინც ის ბედნიერი იქნება. რა თქმა უნდა, მას ღმერთი არ უნდა. პლუს შეიძლება ამას დაემატოს რელიგიური ცხოვრების, რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ფარისეულური სტილით ეს შესაძლებელია. ანუ მეტ ადამიანს თუ მეტი არაფერი არ უნდა და ბედნიერია და იმას ღმერთი რა თუნდა? არ უნდა იმას ღმერთი და თუ რელიგიურია, იმას არ უნდა არ ჭირდება მწველი ძიება ღმერთისა. იმიტომ რომ მას არაფრის დეფიციტი არ აქვს. აი ამაშია საქმე. ამიტომ თუ ადამიანს უნდა რომ ესეთი ბედნიერება ქონდეს, კი ბატონო, მაგრამ თუ ადამიანს ეს ყველაფერი ვერ აბედნიერებს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ესეთი ადამიანი ყველაზე ბედნიერია, რომელიც ვერ ბედნიერობს ამით. და თუ თქვენ ვერ ბედნიერობთ ამითი რაც ჩამოვთვალე, თქვენ ყველაზე მეტად ბედნიერები ხარ და ისინი ვინც ამით ბედნიერები არიან, ისინი ყველაზე მეტად საბრალონი არიან. იმიტომ რომ ადამიანი კვდება და აი ამ ყველაფერს მე რაც ჩამოვთვალე, ის წაერთმევა. აი რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? ადამიანს სიკვდილის იმიტომ ეშინია, რომ მას ამ ქვეყანაზე აქვს რაღაცა ისეთი, რომელიც ნიშნავს მისთვის სიცოცხლეს. აი სიცოცხლე, მე ვარ ცოცხალი, ნიშნავს რომ აი ეს მაქვს. და თუ ეს არ მექნება, მე ცოცხალი არა ვარ. და აი მას შედის ყველაფერი ამ ქვეყნიური. და მე ვიცი, როგორც კი მოვკვდები, ეს არაფერში აღარ მჭირდება. და აი სიკვდილი არ მინდა, იმიტომ რომ სიკვდილი სიცოცხლე ჩემთვის ასოცირდება აი ამასთან ერთად. ეს თუ არა მაქვს, სიცოცხლე არ მაქვს. და თუ ადამიანი მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ მას არაფერი ამ ქვეყნიური არ აცოცხლებს, ცოცხალს არ ხდის, არამედ მას ცოცხალს ხდის მარადიულ სიცოცხლესთან ერთობა, მას სიკვდილის აღარ ეშინია. მას პირიქით პავლე მოციქულივით იტყვის, მომელისმე სიმართლის გვირგვინი. პავლე მოციქულივით იტყვის, რომ მე მინდა ერთსული მაქვს, როდის წავა. მაგრამ მანამდე, სანამ პავლე მოციქული ამას იტყვა და პავლე მოციქული ამბობს, მე კი აღარა ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხლობს ქრისტე. არაფერი დავიდე გულში, გარდა იესო ქრისტესა ისისა ჯვარცმულისა. მაგრამ მანამდე კიდე პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტეს წყლულებს ვატარებ ჩემში. უფლის ერთგულება. ხედავთ, აი როგორ არის გადამული ეს ყველაფერი ერთმანეთზე. მაგრამ სამაგიეროდ ესეთი ადამიანი არის აბსოლუტურად უძლეველი. მას ვერაფრით ვერ გატეხავ, ვერაფრით დაამარცხებ. ვერაფრით გამოიყვან მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ის ქრისტეს სულს ატარებს, ის ისე ცხოვრობს, როგორც ქრისტე ცხოვრობდა. და ქრისტე ხშირად მithქვავს, ყოველთვის კი არ მისიონერობდა, ყოველთვის კი არ უბრალოდ ქრისტე ყოველთვის, ხო, პრინციპში ქრისტე დიდი მისიონერია, ზეციური მამისა. ქრისტე ყოველთვის კი არ ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მხოლოდ 3 წელიწად ნახევარი. ის 30 წელი იყო გამზდელისა და დედის მორჩილებაში და ამ 30 წლიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ალბათ როცა ყმაწვილობაში შევიდა უფრო ადრე, ის იყო ხის ნაკეთობებს აკეთებდა, იოსებს ეხმარებოდა, რომელიც ხსენებაც დღეს არის, იოსებ დამწინდველის. ხის ხელოსანი იყო. კლიენტები მიდიოდნენ უფალთან და შეკვეთებს აძლევდნენ. და ის მაშინაც იყო ძეღმერთი და მაშინაც ცხოვრობდა როგორც ქრისტეს უნდა ეცხოვრა. ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ როგორც ქრისტე ცხოვრობდა. როგორ და ვიცხოვროთ სულიერად და სული ჩვენში არსებული სული წმინდა გვეტყვის ქრისტე რას იზავდა ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში და როცა ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც ქრისტე იზავდა, ეს არის საფუძველი ჩვენი სინანულის. თუ ადამიანი ესე იცხოვრებს, მაშინ
მას რა თქმა უნდა უკვე სრულყოფილი სულიერი ცხოვრება ექნება. თუ არა და აი იგივე ეკლესიაში როცა მოვდივართ, არიან ადამიანები, რომლებსაც ეკლესია და მოძღვარი სწორად ან არასწორად ესაჭიროება. აი ადამიანი, რომელიც მოდის პრობლემებით ეკლესიაში და მას უნდა ნუგეში, რა თქმა უნდა, ეკლესიაში. ნუგეში ზოგადად და კონკრეტულად მოძღვრისაგან. ვინ მიიღებს ნუგეშს? ის მიიღებს ნუგეშს, ვისაც მოძღვარი არ არის, მისთვის რაღაც რომ ის ვინც ფსიქოლოგიურად მისცემს, ფსიქოლოგიურად ანუგეშებს, ან სხვა დახმარებას გაუწევს. ეკლესია არ არის იმისათვის, რომ ადამიანმა, აი მაგალითად, ძალიან ხშირად ეკლესია ზოგისთვის ხდება საკუთარი ღირსებების წარმოჩენის ადგილად. ეს ჩანს აღსარებებშიც და ურთიერთობებშიც და ეკლესიის გარეთ როცა გადის ადამიანი. საკუთარი ღირსებებს წარმოაჩენს. მე ესეთი ვარ, მე კარგი ვარ, მე სხვებს ჯობი ვარ. აღსარებაშიც კი. როცა აღსარებაში ჩვენ სხვებს ვლანძღავთ მაგალითად, სხვას განვიკითხავ. ეკლესია არ არის ის ადგილი, სადაც კიდევ ვიმეორებ საკუთარი თავი უნდა წარმოვაჩინოთ კარგად. ეკლესია არის ადგილი, სადაც ჩვენი საკუთარი თავი უნდა ცუდად. თორე ჩვენში ცუდიც არის, კი კარგიც არის, კი ბატონო, რაღაც, თუ არის, რავი, ჩემში ვერ ვნახე ვერაფერი. ცუდი ნამდვილად არის და აი როცა ცუდის წარმოჩენას იწყებ, იმისათვის რომ არეგუები ამას. ეს არის სწორი მოსვლა და სწორი მყოფობა ეკლესიაში. მოძღვრის დანიშნულება, როცა ადამიანი მოდის პრობლემით, რაღაც პრობლემები და მოძღვარი ჭირდება როგორც მრჩეველი, როგორც ფსიქოლოგი, როგორც დამამშვიდებელი, გეგონება წამალი იყოს. ეს არ არის სწორი. კი, განა არ შეიძლება მოძღვარმა ეს ფუნქცია შეასრულოს. კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამაზე ჩვენ ხშირად გვითხოვს. როცა ადამიანი დადგება მოვა იმ მდგომარეობაში, რომ იგი მიხვდება, რომ მთავარი მისთვის არის ქრისტესთან მყოფობა. როცა მთავარი მისთვის არის ქრისტესთან იყოს მოტივაცია ყველაფრისა, ზიარებისა, ლოცვის მოტივაცია, ეკლესიაში რომ მოდის იმის მოტივაცია, ღვაწლს ცდილობს, ღამე წამოდგომა იქნება თუ მარხვა იქნება თუ რაც იქნება, როცა თქვა ცდილობს ყოველდღიურობაში ადამიანებთან ურთიერთობაში ქრისტეს უერთგულოს, მოტივაცია ის კი არ არის რომ მე რაღაცა მივიღო სანაცვლოდ. არამედ მოტივაცია ერთადერთია, აი ქრისტესთან ყოფნა მინდა, მეტი არაფერი, მხოლოდ ქრისტესთან ყოფნა. მეტი არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, სულ არაფერი, სულ არაფერი, აი სულ არაფერი არ მინდა. მარტო მინდა ქრისტესთან ვიყო. აი როცა ეს არის მთავარი, ამას მიხვდება და მთელი მისი ენერგია წავა აქეთკენ, აღმოაჩენს რომ კი გინდა, მაგრამ სად არის, არ გამოდის. აი როცა ეს მთავარი, არაფერი აღარ მინდა ცხოვრებაში. აი მარტო ეს მინდა. დანარჩენი როგორც არის, იოსების სიხასტი ხო გითხარით როგორ ამბობს, ადამიანი როცა ამას მიხვდება და მხოლოდ ეს იქნება მთავარი და მხოლოდ ამის ძიებას დაიწყებს, იმდენ რამეს მიიღებს ღვთისაგან თვითონ რო გაუკვირდება. უფალი ამბობს ეს სასופველი ეძება და მამამ ხო იცის შე რა გჭირდება. გესმით, ადამიანი კი შრომა გასაგებია. შრომა არის მცნება ღვთისა. შენი ოფლით ჭამდე შენ პულს. თუ ადამიანი არ შრობს და უქნარა და ზარმაცია, ეს ქრისტიანი როგორ იქნება? მაგრამ შრომობს კი, მაგრამ უნდა ღმერთი და მეტი არაფერი. და როცა მას ღმერთი უნდა და მეტი არაფერი, ეს შრომა ნაყოფს იღებს საოცარს. მაგრამ არა იმისათვის, რომ მე გული გაუგრილდეს წმენისადმი, არამედ ისევ იმისათვის, რომ ესე იგი მე ხო არაფერს ღირსი არა ვარ და შენ კიდე საჩუქრებსაც მაძლევ და კიდე უფრო მეტი გულმხურვალებით ისრაფის ღვთისაკენ. გესმით, აი ეს საოცარი განწყობა და როცა ადამიანი აი ამ თავარს ეძებს და ეს თავარში აქვს პრობლემა, აი მე ადამიანი გულმხურვალეთ მოდის ეკლესიაში და ადამიანი სიცოცხლის არსია ეს ქრისტესთან ყოფობა და სწორედ ეს ყველაზე მთავარი რაც არის ამ თავარის რეალიზებას ვერ ახდენს, იმიტომ რომ ბევრი რამე უშლის მათ შორის საკუთარი დაცემული ბუნება. და ის სწორედ მაშინ ხდება ადამიანი ეკლესიის უმთავრეს დანიშნულებას და მაშინ აქვს მას ეკლესიის მადლმოსილების დახმარების საჭიროება და სწორედ მაშინ ეძებს იგი მოძღვარს და ესეთი ადამიანი სწორად მიდის მოძღვართან. სწორად მიდის. ქრისტე მინდა, მეტი არაფერი არ მინდა. დამეხმარეთ, რომ ქრისტე მაპოვნინო.
იმიტომ რომ მას ვეძებ, მე ვიცი რომ ის არის შენახებია ჩემს გულზე ბევრჯერ ან რამდენჯერმე ვიცი, მაგრამ აი ვერ ვახერხებ და არადა მის გარეშე არ ვარ კარგად. ადამიანი აი ამგვარად მომართული როცა არის, მაშინ ჩვენ მიულოცავთ ესეთ ადამიანს, რომ ქრისტე იშვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ის სწორად იგებს ამ სიტყვას და ჩვენ ვიცით რომ მას მისთვის რას ნიშნავს ეს სიტყვები. რომ ქრისტე იშვა არა ისტორიულად, უბრალოდ, არამედ ქრისტე იშვა ისტორიულადაც და მის გულშიც. შენახებია მის გულზე და იმიტომ მოდგას აქ საათობით. საათობით დგას წლების განმავლობაში. იმიტომ რომ იცის რომ არის და მასთან კიდე თვითონ ვერ არის და სულ ძიებაში. ღმერთმა მოგცეს აი ეს შინაგანი მუხტი და ძალმოსილება ჭეშმარიტი ქრისტიანობის. დამერწმუნეთ, როცა ეს ადამიანს აქვს, ასეთ ადამიანზე ბედნიერი არავინ არ არის. ღმერთმა არ მოგვიშალოს ეს აი ამ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით და მე არ ამგონი აქ ვინმე იდგეს, ვისაც ეს არ უგზნია, მაგრამ თუ არის ვინმე ესეთი, ვისაც ეს არ განუცდია, ღმერთმა განაცდენოს, ხოლო ვისაც განუცდია, ღმერთმა უმრავლოს ეს განცდა. ოღონდ იცოდეთ, ამ განცდას ნუ ეძებეთ საკუთარი თავის, ეცადეთ საკუთარი თავის დანახვას, რა სავალალო მდგომარეობაში იმყოფება და უფალს ვთხოვოთ ხსნა, გადარჩენა, წარწმედისა და ჯოჯოხეთისაგან გათავისუფლება. რასაც ქვია სინამდვილე და სიმდაბლე. ხოლო დანარჩენი, ანუ ღმერთთან ყოფობის გამოცდილება და განცდა და შეხვედრა ღმერთთან, ეს როგორც ღმერთის ჯილდო, საჩუქარი, ძღვენი, ისე მოგვეცემა ჩვენი საკუთარი თავის ადეკვატური ხედვის გამო, ჩვენი სიმდაბლის გამო და ჩვენს მიერ ქრისტეს გულმხურვალე ძიების გამო. ამინ. მადლიუფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტეს შობას გილოცავთ კიდევ ერთხელ.